Data ცენტრებზე, cloud ინფრასტრუქტურაზე და ზოგადად გამოთვლით მონაცემებზე მოთხოვნა არის კოლოსალურად მზარდი, არათუ სწრაფად, არამედ უბრალოდ დაუჯერებელი ტემპით მზარდი და ამ ყველაფრის ფონზე ლოგიკურია ვისაუბროთ იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც ლიდერობენ ამ მიმართულებით და რეიტინგი გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს, რომელიც მინდა წინასწარ გითხრათ, რომ არის აგებული როგორც წესი ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფოების გარშემო. აქ ვერ შეხვდებით ვერცეთ ქვეყანას, რომელსაც ეკონომიკურად ცუდად აქვს საქმე, რადგანაც ზოგადად cloud ინფრასტრუქტურა ეს არის ყველაზე მაღალტექნოლოგიური ინდუსტრია, რომელიც დღეს პლანეტაზე არის წარმოდგენილი. ჩვენი რეიტინგის სათავეში ძალიან ლოგიკურად არის ამერიკა. ამერიკაში დღეს არის რეგისტრირებული 5400-მდე საშუალო და დიდი ზომის მონაცემთა ცენტრი. ეს არის გლობალური სიმძლავრის დაახლოებით 45%. ამერიკა ამ მიმართულებით არის მონოპოლი და ამას აქვს მარტივი მიზეზი. აბსოლუტურად ყველა მსხვილი მოთამაშე ამ ბაზარზე არის რეგისტრირებული და დაფუძნებული ამერიკაში, მათ შორის არის Amazon, Microsoft, Nvidia, Google, Meta, Oracle, ამის ყველა კომპანია, რომელსაც cloud ინფრასტრუქტურაში რაიმე სახის გავლენა აქვს, არის ამერიკიდან. შესაბამისად, მათ ყველაზე მეტი ინფრასტრუქტურა აქვს თავიანთ სამშობლოში, ძალიან მარტივი და ლოგიკური მიზეზების გამო. ამასთან ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკაში არის მონაცემთა დაცვის უმაღლესი სტანდარტები, არსებობს ნდობა და ალბათ ყველა ჩვენი მაყურებელიც გარკვეულწილად მოიხმარს მათ სერვისებს, იქნება ეს. ხო, Apple-ის iCloud-ი, ხო, ზუსტად, Apple-ის iCloud-ი იქნება ეს თუ მაგალითად Google Drive-ი თუ Amazon-ი ან Microsoft-ი არ აქვს მნიშვნელობა, ყველაფერი იმართება სწორედ ამერიკიდან, სადაც არის ეს მონაცემები შენახული, დამუშავებული, ნდობა არის უმაღლეს დონეზე, ამიტომ მათ გლობალურ რეიტინგში ამერიკა არის უპირობო ლიდერი და მას ალბათ კიდევ ძალიან დიდი ხანი ვერავინ ამ ბაზარზე ვერ ჩაანაცვლებს. მეორე ადგილზე არის ასევე ძალიან დიდი გლობალური მოთამაშე, ეს არის გერმანია, განსაკუთრებით ფრანკფურტი, რომელიც არის ევროპაში data ცენტრების, ასე ვთქვათ, ჰაბი. ზოგადად ტექნოლოგიური ჰაბია, ფრანკფურტი არის ფინანსურ-ტექნოლოგიური დედაქალაქი ფაქტობრივად ევროპისათვის. თავის დროზე სწორი გადადგმული ნაბიჯებისა და რეგულაციების გამო იქაც ამ ტექნოლოგიური გიგანტების ევროპული ცენტრებია რეგისტრირებული, რადგანაც ევროკავშირის მოთხოვნაა, რომ ყველა მონაცემი ევროკავშირის შესახებ უნდა იქნეს დამუშავებული და შენახული ევროკავშირში და არ უნდა გავიდეს ტერიტორიიდან. ეს არის GDPR-ის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, ამიტომაც ამ ტექ გიგანტებს უწევთ data ცენტრების დაქირავება იქ, ხოლო გერმანიაში საერთო ჯამში არის 520 ძალიან მსხვილი data ცენტრი რეგისტრირებული. აი ამ ცენტრების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც უფრო მეტ კომპანიას უნდა ევროკავშირის ბაზარზე გაფართოება და თავის დამკვიდრება, მათ უწევთ რა თქმა უნდა მეტი ინფრასტრუქტურის დაქირავება, რაც გერმანიისათვის არის ხოთშორის ძალიან დიდი სტაბილური შემოსავლის წყარო ყოველწლიურად. სტაბილურ შემოსავალს საკმაოდ იღებს დიდი ბრიტანეთის, რომელიც სიაში არის მესამე ადგილზე და 515 რეგისტრირებული data ცენტრია იქ განთავსებული. ძირითადად, სადაც ეს ცენტრები გვხვდება, ეს არის ლონდონი და მისი გარშემო ტერიტორია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ლონდონი არის განსხვავებით ახლა გერმანიაში თუ ბერლინი, ფრანკფურტი და კიდევ რამდენიმე ქალაქია, ლონდონი არის ყველაფრის ცენტრი. ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული, ყველანაირად საკმაოდ მნიშვნელოვანია ეს ზონა, განსაკუთრებით და გვესმის ბოლო კვირების განმავლობაში რამდენ ახალ პროექტს განახორციელებს, მათ შორის Google-ი და ამ კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამდენი data ცენტრი სწორედ ლონდონში არის განთავსებული. ამას ცხადია განაპირობებს ის, რომ თვითონ ქვეყნის მიმართ არის ნდობა, რომ ის არის ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკა და ძალიან დიდი არის მოხმარება თვითონ ქვეყანაში, შესაბამისად იქ ბევრი data ცენტრის არსებობა სრულიად ლოგიკურია, თუმცა აქ საინტერესო არის ის, რომ ის ნაკლებად აწუთის სხვა ქვეყნებს, ანუ ძირითადად მისი ამოცანა არის ბრიტანულ ბაზარს მოემსახუროს და დაახლოებით იგივე ლოგიკა აქვს ჩინეთს, რომელიც გაცილებით უფრო დახურულია და რიგით მეოთხეა, რაც ცოტა არალოგიკურია იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკასთან კონკურენცია მუდმივად სურს ამ ქვეყანას, თუმცა საქმე ის არის, რომ ამ ქვეყანას მეტი არც სჭირდება. იმ ტექნოლოგიური განვითარებისთვის, იმ შესაძლებლობებისთვის, რაც ჩინეთს სჭირდება, ზუსტად ის რაოდენობაა, საუბარია 450-მდე data ცენტრზე და აქ ძირითადი მოთამაშეები არიან Alibaba, Cloud-ი, Tencent Cloud-ი და Huawei. მოკლედ ის კომპანიები, რომლებიც ზოგადად ჩინეთთან ასოცირდებიან ტექნოლოგიური ანუ უფრო ლოკალური კონცენტრაცია გვაქვს. აი თუ მაგალითად თუნდაც გერმანიაში ან ბრიტანეთში ისევ Amazon-ს, Google-ს და Microsoft-ს ხედავთ, ჩინეთში ამ კომპანიებს თავიანთი data ცენტრები საქმეა და არ სჭირდებათ. ხო, იმიტომ რომ მონაცემთა შენახვის კუთხით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, ამიტომაც ჩინეთი ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი ადგილობრივი კონკურენტები ისედაც აქ იქ შექმნილია და თუნდაც ის კომპანიები, რომლებიც ვახსენეთ, ისედაც იმდენად დიდები არიან, რომ მათ არ სჭირდებათ, რომ თავიანთი ინფრასტრუქტურა გააქირავონ სხვებზე. Alibaba-ს ისედაც უნდა ის მონაცემები
და ცენტრი, რომელიც თავისთვის ააშენა ფაქტობრივად. მარტივად რომ ვთქვათ, ჩინეთი თავის სამყაროში ცხოვრობს, თუმცა საერთაშორისო საზოგადოების ნაწილად რჩება და მეხუთე ადგილზეა კანადა, რომელსაც 335-მდე დატა ცენტრი აქვს აგებული. ძალიან ლოგიკურია, რატომ არის ეს ქვეყანაც ასევე სიაში, ის არის ამერიკის მეზობელი და შესაბამისად იქაც ნაწილი დატა ცენტრების ამერიკული კომპანიების მიერ არის გადატანილი, განსაკუთრებით იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კანადაში დიდია მოხმარება, ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყანაა და საჭიროების შესაბამისად. ხო, ნუ ეს ბუნებრივი გაგრილების გზაც აქვს აქტიურად. დატა ცენტრების არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გაგრილება. სხვადასხვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხარჯი დატა ცენტრების ოპერირებისას არის მისი გაგრილების უზრუნველყოფა. ამიტომაც არის, რომ დატა ცენტრების უდაბნოში არავინ არ აშენებს. როგორც წესი, შედარებით გრილი კლიმატი არის ყველაზე ოპტიმალური. და დაიწყება საუდის არაბეთი რატომ არ არის ახლა და ამიტომაც არის ერთ-ერთი მიზეზი ის, რატომ არის კანადა ასე მაღლა ამ რეგიონში.